შენ მითხარი რომ მეოთხე წიგნზე ვმუშაობო და ესეც ექსკლუზივია. ექსკლუზივი თათულის ეთერში. რამდენი ექსკლუზივი მაქვს? სტუდიაში ვარ ერთ-ერთი პერსონაჟი. გაგანდო თუ კი, აუცილებლად მაყურებელს როგორ შევქმნა სიღრმისეული პერსონაჟი? არ მოყვება პერსონაჟი ამაში, უხვევს იმ გზას და ირჩევს თავის ხასიათს, თავის თვისებებს, თავის მორალს. და გიწევს რომ შენ მოერგო და არა პირიქით. რა სახის შინაგანი პროტესტები აქვს შენს პერსონაჟებს? რა აზრი აქვს ბრძოლას, როდესაც ჩემს სიმართლეს მაინც ვერ ვამტკიცებ. ერთი არასწორი ნაბიჯი რომ გადადგას, რა სიტყვიან მეზობლები. როგორ შეაფასებენ? რო უსულდება? ეს ისა. რამდენად ცდილობ რომ შენი პერსონაჟი იყოს არამხოლოდ ინდივიდი, არამედ ზოგად საკაცობრიო სიმბოლო? არიცი ვინ ხარ? არ ყავს არავინ გარშემო. და ფაქტობრივად ცხოვრება უნდა დაიწყო ნულიდან. როგორ ახერხებ ამ ტრამვის წარმოჩენას და შემდეგ უკვე ჰილინგის პროცესს? მე არ მჯერა რომ სხვების შეცდომებზე სწავლა შეგვიძლია. თუ სუსტია შენი ანტაგონისტი, სავარაუდოდ ამბავი ჩავარდება. რა თქმა უნდა. როგორ შევქმნათ საინტერესო ანტაგონისტი? ანტაგონისტი არ უნდა იყოს მხოლოდ ცალსახად ბოროტი და უარყოფითი პერსონაჟი, რომელიც ყავს მხოლოდ იმის გამო, რომ ბოროტი პერსონაჟი გვჭირდება. ძალიან ემოციური იყო იმ დროს ჩხუბისას, ისრო და რამეს ყვიროდა. ყველაზე მეტად ვაწამე და ყველაზე მეტად დავტანჯე. აღიარება ხელის გულზე რომ გამოვიდა. ასეთი რაღაც იწერებოდა რომ ეს გოგო რა სიტყვებს იყენებს. ან კიდე აი კაცი რო იყოს კიდე ხო, მაგრამ ქალია. შენ მიმართ თუ ყოფილა ასეთი რაღაც? არ ვიცოდი როგორ უნდა დამეწვრინა თავი. ალბათ გავგიჟდებოდი, ალბათ კი არა, ნამდვილად გავგიჟდებოდი. ჩემი აზრით, რატომ ვერ პატიობენ ქალებს ავთენტურად წერას? რამდენჯერ მოგისმენია რომ ქალია და ვერ გაიგებს. არის ესეთი სტერეოტიპები რომ გაიციან. რა როლს ასრულებს შენს წიგნში შინაგანი მონოლოგები? აქვთ ეს რეფლექსიური მომენტები პერსონაჟებს? ვეცადე რომ ფსიქოლოგიური ეფექტები ჩამერთო. ყველა გადაწყვეტილებამდე რაღაცას მივყავართ. თავგანწირვა მარტო ის არის რომ მოკვდე, არა, თავგანწირვა რომ შენთვის ვიცოცხლო. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ან უსმენთ ლიტგურუს, მე ვარ თათული ღვინიანიძე, მისი წამყვანი, ჩვენ ხვდებით ერთმანეთს ყოველ 4 შაბათს 8 საათზე საინტერესო სტუმრებთან ერთად. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პერსონაჟზე, როგორ იქნება პროტაგონისტი, ანტაგონისტი და დამხმარე პერსონაჟები და ამაში მეგზურობას გაგვიწევს ნათია ჯაგოდნიშვილი, ყველასთვის საყვარელი მწერალი, უამრავი ბესტსელერის ავტორი. შენ ნათი ნამდვილად ხარ ადამიანი, ვისაც შეიძლება ჰკითხო რჩევა ამ თემასთან დაკავშირებით და არა მარტო, მიმაჩნია რომ შენი მითითებები და მიმართულებები იქნება პრაქტიკული და რეალურად დაეხმარება ჩვენს მსმენელებს მიზნების მიღწევაში. ნათი, მადლობა რომ გვეწვიე. ძალიან დიდი მადლობა შენ პირველ რიგში რომ მომიწვიე. რას ამბობ, ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა ყოველთვის შენთან ერთად ამ პრეზენტაციის ჩატარება, ან რაღაც ღონისძიებაზე წასვლა და დასწრება, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ვგრძნობ რომ რაღაცნაირად ერთნაირ სიხშირეზე ვარ. კი ბატონო. შვენიერი, მაშ დავიწყოთ. რა არის შენთვის პერსონაჟის დაბადების პირველი ნაპერწკალი? პერსონაჟი შეიძლება დაიბადოს ნებისმიერ წამს და ნებისმიერი რაღაცით. არ არსებობს ესეთი კონკრეტული რეცეპტი, ალბათ დამეთანხმები შენს. ესე არ ვსხედვართ და ეს როგორ გავაჩინო და ეს პერსონაჟი როგორი უნდა იყოს. აი სახელებზე შეიძლება დავსხდეთ და მშობლების საიტებზე შევიდეთ და ვეწებოთ. გოგოს სახელები კი, რა თქმა უნდა. მგონია რომ მშობლებზე მეტად ჩვენ ვსხედვართ ხოლმე მაგ საიტებზე. და აი როგორი სახელი მოუხდებოდა და როგორ შევუსაბამოთ. და სახელებზე გვაქვს ეს რიტუალი ალბათ, მაგრამ არ მგონია რომ უშუალოდ პერსონაჟზე ასე კონკრეტულად ვისხდეთ და რაღაც რეცეპტი გქონდეს, რომ ეს უნდა იყოს მაღალი, შავგვრემანი, იმიტომ რომ სიუჟეტს ასე მოუხდება. არა, თავისთავად იბადებიან ეს პერსონაჟები და ალბათ ჩვენ გონებაში როგორებადაც იქმნებიან, შემდეგ უკვე ვცდილობთ, რომ შესაბამისად გადმოვიტანოთ ფურცლებზეც. ძალიან ისეთი ჯადოსნური, ზღაპრული პროცესია, კი. გეთანხმები. ისე შენ შემთხვევაში ჯერ სიუჟეტი იბადება და შემდეგ პერსონაჟი, თუ პირიქით ჯერ პერსონაჟი და ის ქმნის სიუჟეტს? იცი როგორ არის, თავიდან მგონია რომ სიუჟეტი მაქვს და შემდეგ პერსონაჟების მორგებას ვიწყებ, მაგრამ არასოდეს არ ხდება ისე როგორც თავიდან მგონია. და რაც არ უნდა მქონდეს დაგეგმილი, გეგმა ჩამოწერილის, რომ ამ თავში ამას გავაკეთებ, კულმინაციაში ეს იქნება და ფინალს ასე დავასრულებ. მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომელიც ასე მომხდარიყოს სინამდვილეშიც და პერსონაჟები უკვე როდესაც იწყებენ სუნთქვას და ფურცლებზე გადმოსვლას და გარეალურებას, შემდეგ სადავეებსაც თვითონ იღებენ ხელში და თვითონ წარმართავენ თავიანთ ბედიღბალს. ამიტომ ალბათ თავდაპირველად ერთდროულად იბადებიან, მაგრამ შემდეგ უკვე სიუჟეტს პერსონაჟები განსაზღვრავენ. თუ გქონია ასეთი მომენტი, რომ პერსონაჟი დაიბადა, მოგეწონა, ააგე საკუთარ გონებაში, მაგრამ დაგეკარგა. იმ მომენტში, როცა დაიწყე წერა, მიხვდი, რომ ისეთი საინტერესოც აღარ არის თავიდან რომ მეგონა.
მე მქონია უფრო პირიქით ეს შემთხვევა, იმიტომ რომ აი თორნიკე დადიანით დავიწყებ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თორნიკე დადიანს ელოდება, ხო? რამდენი პერსონაჟიც არ შეიქმნა და რამდენი წიგნით არ დაიწერა ჩემი, თუნდაც შემდეგი უკვე გადამწვარი ხიდები. თორნიკე არის მუდმივად თორნიკე. და სულ კითხვები რო არის, ხომ თორნიკე სად გავიცნოთ? არ ვიცი, სამწუხაროდ სად გავიცნოთ თორნიკე? ჩვენც ვეძებთ. ხო, დაახლოებით. თორნიკე უნდა ყოფილიყო სულ სხვანაირი. ბევრად უფრო როგორ თქვა, ცუდი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო და შემდეგ გაკეთილშობილებულიყო, მაგრამ არ დამაცადა და როგორადაც მყავდა ჩაფიქრებული, ისეთი ვერ გახდა. მქონია კი ესეთი შემთხვევა, რომ აი, მოდი ასეთ ადამიანს შევქმნი, მაგრამ შემდეგ ხედავ, რომ არ მოყვება პერსონაჟი ამაში, უხვევს იმ გზას და ირჩევს თავის ხასიათს, თავის თვისებებს, თავის მორალს. და გიწევს რომ შენ მოერგო და არა პირიქით შენზე მოირგო ეს პერსონაჟი. მაშინ მკითხველის უკაცრავად, მაშინ ავტორის როლი სადღაა ამ ყველაფერში? ალბათ იმაში რომ მისცე თავისუფალი სუნთქვა. და თვითმყოფადად ვერ იარსებებენ თუ შენ რაღაცით არ წაეხმარე და რაღაცით არ მიეცი იმისი საშუალება რომ გზა გაუხსნა და მიიყვანო მკითხველამდე ეს შენი პერსონაჟები. ალბათ ჩვენ უბრალოდ ვიწყებთ და შემდეგ თვითონ აგრძელებენ ჩვენი პერსონაჟები ჩვენს მკითხველებამდე მისვლას. როდესაც ადამიანი ზის და აპირებს ან რომანი დაწეროს, ან მოთხრობა დაწეროს, საკუთარ თავს აუცილებლად უსვამს ამ კითხვას, როგორ შევქმნა სიღრმისეული პერსონაჟი? რა არის საჭირო იმისთვის, რომ კონკრეტული გმირი იყოს რაღაც სიღრმის მატარებელი? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვინდა რომ რეალურები იყვნენ ეს ჩვენი პერსონაჟები და არა რაღაც წიგნის ფურცლებზე დარჩნენ, ან მხოლოდ ფილმებში რო უყურებთ და ვიცით რომ ესენი არ არსებობენ და არიან რაღაც ყალბი პერსონაჟები. ხო, ამას არავინ არ გააკეთებდა, რამდენჯერ გქონია ესეთი შემთხვევა. და ალბათ მთავარი გასაღები ის არის რომ იყვნენ რეალურები და ნამდვილები. და პერსონაჟს რაღაც ისეთი არ ვათქმევინოთ, რაღაც ისეთი არ გავაკეთებინოთ, რასაც რეალური ადამიანი არ იზამდა. და თუნდაც აი დღევანდელ რეალობაზე რო ვწერთ რაღაც არარეალური და შეუსაბამო ენით არ ვასაუბროთ. შეუსაბამო ქცევები არ გქონდეს პერსონაჟს ისეთი რომ ვიფიქროთ რომ არა, ეს მხოლოდ წიგნის ფურცლებზეა და ესეთი ადამიანი გამორიცხულია რომ სინამდვილეშიც არსებობდეს. მაგრამ ნათი ნახე, ყველაფერს ავიქვავთ სუბიექტურად. ერთი ადამიანისთვის რაც წარმოუდგენელია და შეუძლებელია რომ ვინმე ასე მოქცეულიყო, მეორესთვის სავსებით მისაღებია და ფიქრობს რომ კი მეც ასე მოვიქცეოდი და ეს უკვე დილემის წინაშე გვაყენებს, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს იმისი საშიშროება რომ ვიღაცა ყალბად ჩათვლის იმ ყველაფერს, რასაც ვუამბობთ და ამ შემთხვევაში თავი შეიძლება დავიზღვიოთ. ალბათ მთავარი არის რომ ჩვენ ვიყოთ ნამდვილები და მართლები საკუთარ თავთან და გვჯეროდეს იმის, რასაც ვაკეთებთ. იმიტომ რომ თუ ჩვენ არ გვჯერა პერსონაჟის და თუ ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცაში მარტივად გავწვრეთ და მკითხველი მოვატყუოთ, მკითხველი ყოველთვის ხდება, როდესაც ვატყუებთ. მთავარია რომ გულწრფელები ვიყოთ და შემდეგ მე მგონია რომ ყველას შეიძლება რაღაც გამართლება დავუჭიროთ, რომ აი ეს ამან იმიტომ გააკეთა რომ და შემდეგ უკვე მოყვება დანარჩენი ახსნა-განმარტებითი ნაწილი. ხშირად ყოფილა რომ მკითხველს ისე გაუმართლებია და ისეთი გამართლება მოუძებნია პერსონაჟისთვის, რომ მე არც მიფიქრია ამ საკითხზე და არც მქონია გონებაში, რომ ეს ალბათ ამიტომ მოიქცა ასე. და პირიქითაც მქონია შეცდომის, რატო გადავეკიდე შეცდომას, მაგრამ ძირითადად სულ თორნიკეზე არის ხოლმე ეს და არ დამოიწყდება არასოდეს, ჯერ კიდე მარაოზე ქვეყნდებოდა, არ იყო წიგნად ჩაფიქრებულიც კი არ იყო და ერთ-ერთ ისეთ კულმინაციურ მომენტში წყვილს რო ძალიან დიდი შეხლა-შემოხლა და ამბები აქვთ და წყვილად აღარ უნდა იყვნენ, არ მინდა თან სპოილერები გამომივიდეს. კი. მახსოვს ერთმა გოგომ კომენტარი დამიწერა, რომ თორნიკე დადიანისნაირი კაცები ასე არ იქცევიან და დარწმუნებული ვარ, რომ მას ეს შეცდომა არ ჩაუდენია. ძალიან ემოციური იყო იმ დროს ჩხუბისას, ისრო და რამეს ყვირო და რაღაც ისეთი თქვა, რასაც სულ სხვანაირად გულისხმობდა, მაგრამ ნიცამაც და მკითხველმაც თავდაპირველად სხვანაირად გაიგო. და არ უნდა ეთქვა. კი, იმიტომ რომ გაბრაზების დროსაც უნდა მართოთ ალბათ რაღაც დონეზე საკუთარი თავი. წიგნის აზრიც ეგ არის, რომ გაჩვენებს ყველა მხრიდან ადამიანს. იდეალური პერსონაჟები და იდეალური ადამიანები არ არსებობენ. მაგრამ ძალიან ესე გულზე მომხვდა და რაღაცნაირად მესიამოვნა, რომ ანუ ჩემმა მკითხველმა იმ დონეზე გაიცნო თორნიკეს პიროვნება, გადაწყვიტა, რომ თორნიკესნაირი კაცები ასე არ იქცევიან. ძალიან მაგარია. სხვათა შორის ანდრია მახარაძეზე არასდროს არავის არ მოუწერია, ეგრადას არ უღალატებდა, ყველა მიცოდა, რომ უეჭველი უღალატებდა. პროტაგონისტზე მინდა სპეციფიკურად გადავიდეთ. ეს არის მთავარი პერსონაჟი, ვის ირგვლივაც ამბები ვითარდება და მიმდინარეობს. შენი პროტაგონისტები პირველ რიგში, აი
4 წიგნია, ხო? თუ 3-ია? 3 და ხო, ლიმიტირებული. 3 წიგნში რომ შევადაროთ პერსონაჟები, პროტაგონისტები კონკრეტულად, ერთმანეთს გვანან? ჩემი აზრით არ გვანან. და თან სულ აღნიშნავ ხოლმე, რომ მე ხოლმე წიგნებს ჩემს შვილებს ვუწოდებ და 2 გოგო მყავს და 1 ბიჭი. რომელია ბიჭი? ხო, ცდონება და შეცდომა რაღაცნაირად ისე მყავს წარმოდგენილი, რომ გოგოები არიან და უფრო გოგოური ამბები მაქვს მოყოლილი და გადამწვარ ხიდებზე იგივეს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ გადამწვარი ხიდები თავიდან ბოლომდე ჩემთვის მაგალითად გეგა ცეცხლაძის გარშემო ტრიალებს და გეგა არის ჩემი პირველი ბიჭი, რომელიც რაღაცნაირად ყველაზე მეტად ვაწამე და ყველაზე მეტად დავტანჯე, ხო? იმიტომ არა რომ ბიჭი, არ ვიცი, აი ხშირად ვუსვამ ხოლმე მე საკუთარ თავს ამ კითხვას, რომ ან გეგას რას ვერ ჩოდი, ან საკუთარ თავს რას ვერ ჩოდი წერის დროს. და არ გვანან ერთმანეთს, აივიდანიც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ალბათ არაფერი არ აქვთ საერთო. და მათგან კიდევ რადიკალურად განსხვავებულია ანა ნიჟარაძის პერსონაჟი, რომელიც ალბათ ყველაზე მეამბოხე, ყველაზე თავისუფალი, ყველაზე თამამი და ზოგჯერ რომ რაღაცნაირად არაადეკვატურობაში გადასდის ეს ნამეტანი მოგდის. ხო, ოცნებებს მიმყოლი და საკუთარი თავის და შესაძლებლობების რომ სჯერა და სიმართლის ისეთი გოგო მყავს და აივის და ნიცას შემთხვევაში ცოტა სხვანაირად არის საქმე. ნიცა უფრო რაღაცნაირად ჩვენს რეალობას მორგებული და ისეთ გარემოში და ისეთ ოჯახურ პირობებში გაზრდილი პერსონაჟია, რომელიც იმაზე ფიქრობს, რომ ერთი არასწორი ნაბიჯი რომ გადადგას, რას იტყვიან მეზობლები. როგორ შეაფასებენ? რომ სულდება? ეს ის ნიცა. შემიძლია მაგარი ხარ. ეს ის ნიცა, რომელიც სულ სხვანაირ გარემოში გაიზარდა და უცბად ერთი ნაბიჯი გვერდით გადადგა და დაიწერა შეცდომა. აი ასე დაიწერა შეცდომა. და აივის პერსონაჟსაც შეეხება, მე მგონია, რომ ჩემი გოგოებიდან ჩემი გოგო პერსონაჟებიდან ყველაზე მეტი განვითარება აივის პერსონაჟს ჰქონდა, იმიტომ რომ წიგნის პირველ გვერდზე ხვდებით გოგოს, რომელსაც ქვია უცნაური სახელი, დამეთანხმები, ხო, აივი დღეს ჩვენ რეალობაში არ არის ესეთი გავრცელებული სახელი. მეცაც გეტყვი, ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება ცოტა უარყოფითი ასოციაციაც გააჩნიოს ჯანმრთელობის კუთხით. კი, ზუსტად. და ხვდებით წიგნის დასაწყისში პერსონაჟს, რომელსაც ქვია ასეთი სახელი და არც კი ინტერესდება და არც კი იცის, რას ნიშნავს მისი სახელი. მაგრამ წიგნის ბოლო გვერდებზე უკვე აივი საკუთარ თავს იცნობს, საკუთარი სახელის ამბავიც იცის, რატომ დაერქვა. იცის, რომ ეს არის სურო, რომელიც შხამიანია მაშინ, როდესაც ყველაზე ლამაზია და სასარგებლო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არის მაშინ, როდესაც უბრალოდ კლდეზე იზრდება და ფოთლების სახე აქვს. და იცნობს საკუთარ თავს იმ დონეზე, რომ ხვდება რა უნდა სინამდვილეში თვითონ. და არა რა უნდა გარემოს. ასაკობრივი კატეგორია რამდენი წლის არის აივი? ჩვენ ხელ არის დაახლოებით აი სადღაც 25-30 წლის შუალედში, სიმართლე რომ გითხრა, არ მახსოვს ზუსტად რამდენი წლის არის. და მაგიტომ ეცადე რომ ესე გვერდიდან შემოვეღო. თათული არ მკითხო ასაკიდან, რომ თათული რა? მოვჭრა. ნაცი, შენ რომელს გავხარ ამ პერსონაჟებით? მე ვარ ერთ-ერთი პერსონაჟი, ოღონდ არა მთავარი. რეჟისორები და სცენარისტები რო აკეთებენ ხოლმე, ხო იცი, პერსონაჟის ქორწილში რო სტუმრად მოგვევლინებიან და ნახევარი წამით რო კადრში რო ვერ ამჩნევ, ხო? კი, მაგრამ რო არიან. ცდუნებაში ვარ ერთ-ერთი პერსონაჟი. გაგანდო, თუ მკითხავს და მაყურებელს ცდუნებაში არის ერთი გოგონა, სახელად ანუკი, რომელსაც ძალიან უყვარს ნაკრები, სულდადის ფეხბურთზე არის აივის მეგობარი. და რაღაც მხრივ არ ვიცი, მეც მქონდა მაშინ წერის დროს ეს მომენტი, რომ მოდი ჩემს წიგნში მე თვითონაც შევიპარები და გავპერსონაჟდები, მაგრამ ხო, ძალიან ისე გაელვებად არის, ანუ კი არ არის ისეთი თავარი და ძლიერი მეორე ხარისხოვანი პერსონაჟი არ არის. გვხდება რაღაც მომენტებში, მაგრამ არა ძირითად სიუჟეტში. თუმცა მთავარ პერსონაჟებზე თუ მიდგება საქმე, მე არ მგონია რომ ესე რომელიმე კონკრეტული გავს და რაღაცეებში ვემთხვევით, მაგრამ ყველა პერსონაჟში ვართ ჩვენ, ხო? ყველა პერსონაჟში არის ჩვენი რაღაც ჩადებული. და ხშირად მქონია მომენტი, როდესაც აი ვთქვათ რაღაცას ვწერ, საერთოდ არ მაქვს ის მომენტი, რომ მე და მთავარი პერსონაჟი ერთმანეთს ვგავართ, ან რაღაცას ერთნაირად ვაკეთებთ. შემდეგ წაუკითხავს დედაჩემს და უთქვამს, რომ აი როგორ ზუსტად ერთნაირად იქცეოდით. ეგ არის ქვეცნობიერი პროცესი. სხვათა შორის დედაჩემიც ხშირად მეუბნება განსაკუთრებით მესამე წიგნზე განიცდის ძალიან გგავს ეს პერსონაჟიო და თან მაგ წიგნის ეშინია საზოგადოება როგორ მიიღებსო და მოკლედ გუშინ მაგალითად ღამე არ ეძინა, იმიტომ რომ ერთი თავი წაიკითხა და ლამის გამიჭაღარავდა ეს ახალგაზრდა ქალი. რას ვიზამთ? ხდება ხოლმე. ნაც
შენი პროტაგონისტები სამყაროს როგორ აღიქვამენ? ყველა თავთავიანი თიჯრილიდან აღიქვამს, მოდი გეგათი დავიწყებ, იმიტომ რომ გეგას აქვს ყველაზე რთული ამბავი. წარმოიდგინე რომ რაღაცას აკეთებ, ეს არის ის ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად გიყვარს და ყველაზე კარგად გამოგდის. ამის იქით არაფერი არ იცი და არაფერი არ შეგიძლია და 18-19 წლის ასაკში ამ ყველაფერს კარგავ. საშინელებაა. კარგავ 10 წლით. და 10 წელი პატარა დრო არ არის. ნამდვილად მთელი დეკადაა. კი, და ფაქტობრივად ცხოვრება უნდა დაიწყო ნულიდან. გამოდიხარ ციხიდან და არ იცი ვინ ხარ. არ ყავს არავინ გარშემო, არ იცი რა ხდება გარშემო. მეგობრები არ ყავდა თავიდან, სად მოიფანტა? მეგობრები თვითონ ჩამოიშორა, იმიტომ რომ როგორც ვიცით ხოლმე თავგანწირვა ზოგადად ადამიანებმა, რომ ნუ დამელოდები და დაახლოებით. საბოტაჟი. კი. და გადაწყვიტა, რომ უბრალოდ აღარ აპირებდა აღარაფრის გაგრძელებას. და სამყაროს აღიქვამდა ისე, რომ რა აზრი აქვს ბრძოლას, როდესაც ჩემს სიმართლეს მაინც ვერ ვამტკიცებ. და არც აპირებდა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, იმიტომ რომ 10 წელი უკვე გასულია. უკვე გადატანილი აქვს ყველაფერი და დროს უკან ვერ დააბრუნებს, ვერაფერს ვეღარ შეცვლის. და რა აზრი აქვს გაგრძელებას, როდესაც ამდენი დრო დაკარგა, ხო? მაგრამ ხდება მის ცხოვრებაში რაღაც ისეთი, რაც ისევ აბრუნებს რელსებზე, ან პირიქით გადაჰყავს რელსებიდან და სხვა მიმართულებით მიაქანებს. გეგას საკმაოდ ისეთი აღქმა აქვს, ხო, სამყაროს მიმართ, რომ თავიდან რა აზრი აქვს და შემდეგ ხიდებსაც კი გადაწვავს იმის გამო, რომ მიაღწიოს და დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე. ეს წარსულის ხიდებია? ეს არის წარსულის ხიდები, რომელიც ზოგჯერ საჭიროა, რომ მართლა გადავწყვეტ და მათმა სინათლემ გვიკარნახოს საით არის სწორი გზა და დაგვაყენოს ამ სწორ გზაზე. ეგ სიტყვები ერთხელ ჩემს ყოფილ შეყვარებულს. კი, მახსოვს. მახსოვს ეს ამბავი, რომ მომიყევი და რაღაცნაირად დავემთხვიე თამაში. ეგრევე იცო, ეგო ნათია ჯაგორნიშვილის სიტყვებია. და შემთხვევაში სად იყო ნათია, რომ მე ამას გეუბნებოდი. ახლა ხო, ანუ რეალური ამბავია, ხო? შეგვიძლია. კი, რეალურია. ნათი, ეს რელსებიდან გადაყვანა რაღაც მოვლენა იწვევს თუ სხვა პერსონაჟი იწვევს? სხვა პერსონაჟი, რომელიც იწვევს მოვლენას. ყველაფერი კავშირშია. კი, ყველაფერი კავშირშია. და თან იმდენად კავშირშია. 10 წლის შემდეგ არ იბადება ეს კავშირი, პირიქით. საინტერესოა. თავიდანვე არის ჩაფიქრებული ისე, რომ არც ერთმა არ იცის ამის შესახებ და არც მკითხველმა არ იცის ამ კავშირის შესახებ და მკითხველიც ნელ-ნელა ეტაპობრივად იგებს და მკითხველსაც გეგასავით ეცემა თავზარი და შოქში ვარდება. იმედი მაქვს, რომ შოქში ვარდება. იმიტომ რომ წერის დროს მე ვიყავი ამ შოქში და არ ვიცოდი როგორ უნდა დამეძვრივნა თავი. ზუსტად ანალოგიური სიტუაცია მაქვს ახლა მეოთხე წიგნზე ვმუშაობ. მაგაზე ცალკე უნდა გალაპარაკო, არ გადავხვიო. აი ამ გაჭედვაში ვიგულისხმე. ხო, ალბათ ყველაფერი კავშირშია, ყველა პერსონაჟი, ყველა მოვლენა, ყველა სიტუაცია. შეიძლება ჩვენი პერსონაჟები იცნობენ კიდევაც ერთმანეთს. კი. ანუ შენს წიგნებში ბედისწერა არსებობს. კი. პეპლის ეფექტიც არსებობს. და ყველაფერი თუ ერთმანეთთან დაკავშირებულია. და იქნებოდა ეს რომ არ ყოფილიყო, კი, არსებობს. მე მჯერა ზოგადად ბედისწერის. ღმერთი ხარ შენ ფაქტობრივად. ხო, არ ვიცი, ცოტა რთული ამბავია. შენ აძლევ რაღაც განსაზღვრულ მიმართულებას. შემდეგ რამდენად გაყვებიან ამ მიმართულებას და რამდენად წამოყვებიან პერსონაჟები, თუ უკვე შენ მოგიწევს მათზე მორგება, იმიტომ რომ თვითონ გადაწერენ თავიანთ ბედისწერას. როგორც ახსენე. კი, ჩვენ შემთხვევაში ხოვასია. კი, არსებობს ალბათ სადღაც რაღაც რაც დაწერილია ჩვენთვის, მაგრამ თითოეული ნაბიჯი განსაზღვრავს, როგორ მივალთ ბოლო წერტილამდე. ან მივალთ თუ არა. ან მივალთ თუ არა, კი, შეიძლება უბრალოდ ერთ დღეს გვიან გამოვიდეთ სახლიდან და ყველაფერი შევცვალოთ ამით. გეთანხმები. ბედისწერა არსებობს, მაგრამ რაღაც მხრივ ჩვენს ხელშია. გეთანხმები, მეც მჯერა ბედისწერის, რომ ყველაფერი კავშირშია, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი როლიც მნიშვნელოვანია. შინაგან მონოლოგებზე მინდა ვისაუბროთ. რა როლს ასრულებს შენს წიგნში შინაგანი მონოლოგები? აქვთ ეს რეფლექსიური მომენტები პერსონაჟებს? შინაგანი მონოლოგები არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რითაც ვცდილობ, რომ პერსონაჟი და მკითხველი დავაახლოვო. და რითაც ვცდილობ, რომ რაღაც საქციელი კონკრეტული გავამართლო ან პირიქით გავამტყუნო მკითხველის თვალში. და ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვახსენო აივი. იმიტომ რომ ცდუნებაში ისეთი ამბავი ხდება და ცდუნებაში აივის ისეთი გადაწყვეტილების წინაშე ვაყენებ, რაც არ არის მარტივი და არ არის სტანდარტული დადებითი პერსონაჟი, როგორ გზას ირჩევს. პირიქით.
აივის მიმართ ძალიან ბევრს მკითხველს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება და ვერ აკავშირებს საკუთარ თავთან, იმიტომ რომ აივი არ არის სწორი და სწორხაზოვნად კეთილი დადებითი ყოლა რომ ასე მოვიქცეოდით. არა, აივის აქვს თავისი შეცდომები, აივის აქვს თავისი გზიდან გადახვევები, მაგრამ ამიტომ არის ალბათ ყველაზე ნამდვილი და ყველაზე მართალი. და ამ შემთხვევაში ვფიქრობ ძალიან დამეხმარა ზუსტად ეს შინაგანი მონოლოგები, რომ გაგვეგო, რატომ გააკეთა ამ გოგო მის რაც გააკეთა. რამ მიიყვანა ამ ყველაფრამდე და არა ის რომ უბრალოდ ერთ დღეს გაიღვიძა და მოდი მე ასე მოვიქცევი, ასე არ ხდება. ყველა გადაწყვეტილებამდე რაღაცას მივყავართ და შეიძლება ქვეცნობიერიც იყოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა ამ რაღაცის გაკეთება, მაგრამ სინამდვილეში არის რაღაც რაც გვიბიძგებს ამისკენ. რაღაც დაუმთავრებელი ამბები, უპასუხოდ დატოვებული კითხვები, რა იქნებოდა სხვანაირად რომ ყოფილიყო ფიქრები, კი და კი, ზუსტად. როგორ პოულობ პერსონაჟის უნიკალურ ხმას? ერთ-ერთი სტუმარი მყავდა ლიტერატურად მცოდნე, რომელმაც აღნიშნა, რომ წერლებს ასე გემართებათ ხოლმეო, ყველა პერსონაჟი თითქოს ერთნაირად საუბრობსო. და მე ვფიქრობ, რომ ბარემ მონოლოგი დაგეწერაო. აი შენ როგორ ახერხებ, რომ ყველა პერსონაჟს კონდეს თავისი უნიკალური ხმა და როცა მე ვკითხულობ ეს ხმა მესმოდეს. სხვადასხვა ტერმინოლოგია აქვს, სხვადასხვა მანერიზმი აქვს, ხმის ტემბრიც ალბათ. აი გამიჯვნა როგორ ხდება? მე არ მგონია რომ პერსონაჟები ერთნაირად საუბრობენ პირიქით. მე ვერანაირად ვერც ერთ რეალობაში ვერ წარმოვიდგენ იმას, რომ შეიძლება ირაკლი ჭანტურია და თორნიკე დადიანი ერთნაირად საუბრობდნენ და ერთნაირი ხმა ჰქონდეთ, იმიტომ რომ იმდენად განსხვავებული პერსონაჟები არიან, იმდენად განსხვავებულად აღიქვამენ სამყაროს. აი შეიძლება შენი ანდრია და ჩემი თორნიკე ერთნაირად საუბრობდნენ და რაღაც რეალობაში, კი, შეიძლება რაღაც რეალობაში ერთად კარგი დროც უტარებდნენ. არ არის გამორიცხული ჩემო ნათი. მაგრამ არ მგონია რომ შეიძლება მათ საერთო ჰქონდეთ ირაკლისთან ან საერთო ჰქონდეთ ლუკასთან. ყველა პერსონაჟს აქვს რაღაცის თავისი, თუნდაც მანერა იქნება ეს საუბრის, სიტყვები, რომელსაც ხშირად იყენებს, როგორ საუბრობს, გეგა ისე ვერ ისაუბრებდა, როგორც საუბრობს თქვათ თორნიკე და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ არ იყოს ეს რაღაც გაპრანჭული და ციგნის ფურცლებს რომ უხდება და თუნდაც ვიტყვი პირდაპირ ცენზურის ფარგლებში რომ ჯდება ისეთი საუბრები, იმიტომ რომ არ ამგონია ხშირად ჩვენ თუნდაც გოგოები და ქალებთან და ბიჭები ძმაკაცებთან ისევ საუბრობდეთ. ერთი კითხვა ვინმე რომ მოგვისმინოს, რა იფიქრებს? აი არ გაუკრიტიკები ხარ მაგის გამო, იმიტომ რომ აღიარება ხელისგულზე რომ გამოვიდა ასეთი რაღაც იწერებოდა, რომ ეს გოგო რა სიტყვებს იყენებს. ან კიდე აი კაცი რო იყოს კიდე ხო, მაგრამ ქალია ეს სტერეოტიპი ეგრევე შემოვიდა. გამარჯობა. აი შენ მიმართ თუ ყოფილა ასეთი რაღაც, რომ რატომ იყენებს უშვერ სიტყვას, ან კალკას, ან ბარბარიზმს, არალიტერატურულ ენას, ასე ვიტყოდ. იცი რა არის, მე ესე მძაფრად არ მქონია, როგორც შენთან იყო აღიარება ხელისგულზეში. ალბათ ქვეცნობიერად მოვერიდე, არ ვიცი. შეიძლება რაღაც მხრივ მოვერიდე, შეიძლება იმით იყო განპირობებული ეს, რომ ძალიან დიდი ნაწილი არ ეთმობოდა უშუალოდ ძმაკაცების საუბარს, მაგრამ რა ნაწილშიც იყო, ეს იყო რეალური. და ისეთი როგორც საუბრობენ ერთმანეთთან და არა რაღაც გაპრანჭული და გეთაყვათი ვერ მიმართავდა თორნიკე თავის მეგობარს და ვინძლოს ვერ გამოიყენებდა. ნათ, შენ თვითონ ყოველდღიურობაში რამდენად თავისუფლად საუბრობ? თუ მაინც მწერლულად ვლაპარაკობ? არა, სხვათა შორის ის, ვინც ფურცლებზე რაღაცებს წერს და ის, ვინც რეალურად საუბრობს, ვცდილობ ხოლმე, მე ძალიან არ მიყვარს გრამატიკული შეცდომები. და ვცდილობ ხოლმე, რომ მაქსიმალურად სწორად ვისაუბრო და აი ფაქტიურად არ გამოვიყენო და ფაქტობრივად ვთქვა, კი. მაგრამ არ ვარ რაღაც ესე ჩასაფრებულად და თუ ვიღაცას რაღაც შეეშლება და იტყვის არასწორად. ანუ არასწორად რა, უბრალოდ არაგამართულად, არ ვარ ისე რომ აბიტურიენტები რო ვიყავით და ყოველას რო ყველაფერს ვუსწორებდით, მაგას აკიდან გამოვედი. ჩამჭრელი კითხვა. აბა. აი რო იცი რომ მინახავ ხარ არის სწორი, მაგრამ მინახი ხარ სამო. მინახი ხარ, ძალიან დიდი ხანია არ მინახი ხარ საშუალო. მეც მინახი ხარ. ოკეი, შენი აზრით, რატომ ვერ პატიობენ ქალებს ავთენტურად წერას? საინტერესო შეკითხვაა საკმაოდ. ალბათ იმიტომ რომ არ ვიცი, უნდა დავფიქრდე ამ კითხვაზე, ალბათ იმიტომ რომ არ შეგვიძლია მათ წარმოდგენებში და
ჩვენ ხო არის ესეთი სტერეოტიპები, რომ რა იციან. ეგეც არის კი. ხო, რა იციან, ჩვენ როგორ საუბრობთ ერთმანეთთან, ჩვენ რა მოტივები გვამოძრავებს, ჩვენ როგორები ვართ სინამდვილეში და ვერ გაიგებენ. რამდენჯერ მოგისმენია, რომ ქალია და ვერ გაიგებს. საშინელებაა სექსისტური გამოხტომა. და ამ დროს მგონია რომ ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის. კი, ქალი უფრო რეფლექსიურია ჩემი აზრითაც, თუმცა შესაძლოა მაგას სქესი არ ქონდეს და ადამიანის ტიპაჟი და იყოს დამოკიდებული, მაგრამ მაინც ჩემი სუბიექტური აზრით მგონია რომ ჩვენ უფრო რეფლექსიურები ვართ. რამდენად ხშირად ამოძრავებთ შენს პერსონაჟებს ბავშვობის ტრამვები? ყოველთვის. და როგორ ახერხებ ამ ტრამვის წარმოჩენას და შემდეგ უკვე ჰილინგის პროცესს? რომ გადმოსცე. კი, ყოველთვის, იმიტომ რომ დასაწყისიც როგორც აღნიშნეთ, ჩვენი პერსონაჟები არიან რეალურები და აუცილებლად უნდა ვახსენო შენი ერთი კვირა ერთ ოთახში, ფაქტობრივად მთელი წიგნი ტრამვის მოშუშებაზე, ბავშვობის ტრამვებს მიუყვება, ხო და ამ პროცესებს. და ყველას გვაქვს რაღაც ბავშვობიდან ეს ტრაუმა იქნება, უბრალოდ მოგონება იქნება, რაღაც რამაც ჩვენზე გავლენა მოახდინა და შეგვიცვალა მიმართულება. ყველას გვაქვს და რატო არ უნდა გქონდეთ ჩვენს პერსონაჟებს. და რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ სამივე წიგნში არის ეს ბავშვობის ტრაუმები მოხსენიებული და ჩემი აზრით ყველაზე მძაფრად მაინც გადამწვარხიდებშია, იმიტომ რომ უფრო მეტად ვეცადე რომ ფსიქოლოგიური ასპექტები ჩამერთო. რამდენად გამომივიდა, ეს უკვე მკითხველზეა დამოკიდებული. მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ მიმიღია შეფასებებს, როდესაც ვიღებთ ხოლმე და შეტყობინებებს, მიმიღია ეს, რომ ზუსტად ესეთი ამბავი გამოვლილი მაქვს. და გამეხმარაო შენი წიგნიო? კი, ჩვენ რო გქონდა ერთ-ერთი საერთო პრეზენტაცია. კი, თუ გახსოვს, მაშინ მივიღეთ მსგავსი შეფასებები, რომ ესეც ხო გქონია, რომ წიგნებს ვეღარ ვკითხულობდი და ამან დამაბრუნა, დამაწყებინა. და რამხელა პასუხისმგებლობაა ეს და რამხელა სიამაყე. და როცა გეუბნებიან და დარწმუნებული ვარ, რომ გეუბნებიან, პირველად თქვენი წიგნი წავიკითხე და მერე დავიწყე წიგნების კითხვა, ესეც და მშობელი რომ გეუბნება, რომ ჩემმა შვილმა თქვენით დაიწყო წიგნების კითხვა, ეს არის ძალიან დიდი სიამაყე და სიხარული. კი, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამავდროულად. და მე არ მიყვარს ბავშვებს რომ ეუბნებიან ხოლმე და ძირითადად კომენტარებში რომ უწერენ ხოლმე, რომ რითი იწყებ წადი კლასიკით დაიწყე. კლასიკამდე უნდა მიხვიდე, რაღაცა გზა უნდა გაიარო. უნდა შეგიყვარდეს კითხვა და შემდეგ ყველა წავიკითხავთ კლასიკას. ხო, სად წავალთავ? თუ პროტაგონისტს აქვს არჩევანი, შენ ცდილობ რომ მკითხველს სივრცე გაუჩინო ფიქრისთვის, თუ მზაპასუხს აწვდი? მზაპასუხი არც პროტაგონისტს არ აქვს და ერთად უნდა მივიდეთ ამ მზაპასუხამდე. პროტაგონისტს კი არა მეც არ მაქვს მზაპასუხი და არ ვიცი ხოლმე როგორ მივალთ, როგორ გავხსნით ამ კვანძს, რომელიც მე თვითონ ავხლართე. და მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს. ზუსტად ამიტომ დავტოვეთ სტუნებაში ღია დასასრული. შენც კი ყვარს ხო ღია დასასრულები, მეც ვგიჟდები. ზუსტად ამიტომ დავტოვეთ სტუნებაში ღია დასასრული. და იმ პერიოდში, როდესაც სტუნება იწერებოდა, ეს დასასრული ჩემთვის თლად ბოლომდე ღია არ ყოფილა. და ჩავთვალე, რომ მოდი პირდაპირ ვიტყვი რა, იმ პერიოდში, როდესაც ნათიად სტუნებას წერდა, სტუნება დაასრულა happy end-ურად. და ბედნიერად და ყველაფერი კარგად არის, ჩიტები ჭიკჭიკებენ, მზე გამოვიდა. მაგრამ ახლა ძალიან მომწონს ის ამბავი, როგორც დავასრულეთ სტუნება, იმიტომ რომ შეიძლება დღევანდელი ნათია happy end-ურად აღარ ასრულებდეს ამ ისტორიას. და მკითხველს, როდესაც ასეთ პრობლემას ვუქმნით წიგნში, უნდა მივცეთ თავისუფალი ნება, თვითონ გადაწყვიტოს, როგორი უნდა რომ იყოს ამ ისტორიის დასასრული. იმიტომ რომ ის, რაც სტუნებაში მოხდა და ის, როგორც განვითარდა ამბავი, არ არის სწორხაზოვანი და არ არის ისეთი, რომ და ცხოვრობდნენ ისინი ერთად დიდხანს და ბედნიერად. მე სულ ამბობ ხოლმე, რომ თუ ბედნიერი დასასრულის წაკითხვა გინდათ, თქვენ გჭირდებათ ნათია. თუ თქვენ დრამა გესაჭიროებათ შინაგანად, თქვენ გჭირდებით მე. მაგრამ ეხლა რო გისმე რაღაცა ჩემკენ გაგვიწყდა. ორივენი დრამის წერას მიწყე. არ ვიცი, მე მგონი უფრო ცუნებაში იყო ეს შემთხვევა და შემდეგ ცოტა ნათელ მხარეზე გადმოვიდა. არა, იცი მე აუცილებლად დავწერ happy end-ით წიგნს, იმიტომ რომ პირობა მივეცი. ველით ყველა. ჩვენ საერთო მკითხველებს. ნაც, რა სახის შინაგანი პროტესტები აქვთ შენს პერსონაჟებს? პირველ რიგში ალბათ საკუთარი თავის ძიების პროცესი. იმიტომ რომ პერსონაჟი ჩვენც ხო უნდა გავიცნოთ, წერის პროცესში იბადება და იქმნება პერსონაჟი და წერის პროცესში ვიცნობთ ჩვენც მას, ისევე როგორც საკუთარ თავს. და ის, ვინც წიგნის დასაწყისში არის წარმოდგენილი, როგორც წესი, წიგნის ბოლომდე არ მიყვება ხოლმე.
აუცილებელია რომ გაიზარდოს, განვითარდეს, რაღაცები გადააფასოს, შეიცვალოს მასში, იმიტომ რომ მაშინ რა აზრი აქვს, ხო, მაშინ უბრალოდ ცხოვრების რაღაც ფრაგმენტს ვუყვებით მკითხველს და არა იმას, რატომ ვუყვებით ამ ისტორიას. და ალბათ თავარი ის არის ხოლმე რომ საკუთარი თავი იპოვონ და გაიგონ რა სურთ სიამდვილეში და რად უღირთ ის რაც სურთ. მგონი ცდუნებას მიემართება ეს ბოლო ფრაზა. ირაკლი გუზის სადღაც ახლა აქ სტუდიაში. ჩუმად ისმენს. კადრს მიღმა. რამდენად ცდილობ, რომ შენი პერსონაჟი იყოს არამხოლოდ ინდივიდი, არამედ ზოგად საკაცობრიო სიმბოლო და მისი კრიზისები ეხმიანებოდეს ეგზისტენციალურ კრიზისებს და ჩავარდნებს. ეს თვითმიზანი არ არის ხოლმე, რომ ვიღაცას რაღაც ვასწავლო, ვიღაცას შკუა დავარიგო და ვუთხრა, რომ აი ეს არის რეცეპტი ბედნიერი ცხოვრებისაკენ და თუ თქვენ აღმოჩნდებით ნიცას სიტუაციაში, ზუსტად ისევე წავა თქვენი ცხოვრება, როგორც მოხდა ნიცას შემთხვევაში. არა, ეს ესე არ ხდება. ძალიან იშვიათად ხდება, ვიტყვი კიდევ, რომ ძალიან იშვიათად ხდება ისე, განვითარდეს ამბავი, როგორც ნიცას შემთხვევაში განვითარდა. მაგრამ კი, ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაც ისეთი ზოგად საკაცობრიო ამბების და პრობლემების წინაშე დავაყენო, იმიტომ რომ ესეთი ამბები არის ის, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში და ესეთი ამბები არის ის, რაც გვაფიქრებს, რომ ეს დასასრულია თუ პირიქით. მე არ მჯერა, რომ სხვების შეცდომებზე სწავლა შეგვიძლია. არც მე სამწუხაროდ. ხო, მე ესე მგონია, რომ სანამ ჩვენით არ წავიმტრევთ ცხვირს და სანამ ჩვენზე არ გამოვცდით, შეუძლებელია, რომ ვისწავლოთ. ხანდახან ჩვენს შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ. ხო, ხანდახან ჩვენს შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ და ამ შემთხვევაში არ არის ჭკუის დამრიგებლურად დაწერილი და რაღაც ისე, რომ აი ეს არის და მიყევი ამ ცნებას და იცხოვრებ ბედნიერად, არა. პერსონაჟებიც ისეთი რეალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, როგორების წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ ჩვენ ნებისმიერ წუთს. შენი პერსონაჟები ყოველთვის ცალსახად ადამიანები არიან თუ ხანდახან მეტაფორებიც არიან ან სიმბოლოები? ალბათ უფრო ცალსახად ადამიანები არიან ხოლმე. საინტერესო შეკითხვაა საკმაოდ. ბევრი ვიფიქრე სანამ შეკითხვას ჩამოგიწერდი. ნაც, ამდენი ვისაუბრეთ პროტაგონისტზე და ანტაგონისტსაც უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ ანტაგონისტი არის ჩემი აზრით პროტაგონისტის ამბის მამოძრავებელი. რა თქმა უნდა. მას გამოჰყავს იგი კომფორტის ზონიდან და თუ სუსტია შენი ანტაგონისტი, სავარაუდოდ ამბავი ჩავარდება. რა თქმა უნდა. როგორ შევქმნათ საინტერესო ანტაგონისტი? ანტაგონისტი არ უნდა იყოს მხოლოდ ცალსახად ბოროტი და უარყოფითი პერსონაჟი, რომელიც გვყავს მხოლოდ იმის გამო, რომ ბოროტი პერსონაჟი გვჭირდება. ვიღაც უნდა იყოს ცუდი ხო, ვიღაც უნდა იყოს სერიალებში რომელიც ეს არის ცუდი და მორჩა და ამას ვებრძვით მთელი სამყარო, არა. ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, მასაც აქვს თავისი ისტორია და შეიძლება თავის ისტორიაში ის პროტაგონისტიც კი იყოს. რა თქმა უნდა. უბრალოდ ჩვენ გვჭირდება საკმაოდ ძლიერი მოტივებით სავსე ის უნდა ვიცოდეთ რატომ იქცევა ასე, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს, რამ გააბოროტა. ასე არავინ არ იბადება ხო, რომ ცალსახად უარყოფითი როლი ჰქონდეს დაკისრებული ცხოვრებაში, არა. თავის ამბავში ის ნამდვილია ალბათ და თავის ამბავში მართალია. საკუთარ თავთან. როგორი სახის კონფლიქტები აქვს ხოლმე პროტაგონისტს და ანტაგონისტს? აი ეს არის ფიზიკური დაპირისპირება, ეს არის მორალური ზეწოლა, თუ რაღაც სხვა სახის კონფლიქტი? ფიზიკური დაპირისპირება არ მქონია სხვათა შორის, უფრო ფსიქოლოგიური და უფრო მორალური დილემების წინაშე ვაყენებ ხოლმე და სხვადასხვანაირად უყურებენ სამყაროს, სხვადასხვა სიმართლე აქვთ. და მოდი გადამწორხიდებს მოვიყვან მაგალითად, იმიტომ რომ გადამწორხიდებში ეს ცალსახად ბოროტი პერსონაჟი არ გვყავდა. გვყავდა ადამიანები, რომლებიც სხვანაირად უყურებდნენ, სხვანაირად აღიქვამდნენ სამყაროს და ერთ-ერთ ანტაგონისტს დავასახელებ, რომელიც იყო გეგას მამა. მე მახსოვს გეგას მამის პერსონაჟი. კი, გეგას მამის პერსონაჟი, რომელზეც ძალიან ბევრი ვიფიქრე და გეგას მამასაც ჰქონდა თავისი სიმართლე. ის უბრალოდ სხვანაირ გარემოში იყო აღზრდილი და სხვანაირად უყურებდა ცხოვრებას. სხვა რაღაცები იყო მისთვის პრიორიტეტული. თუნდაც ის, რომ საკუთარ შვილს კარიერა გაეგრძელებინა იქ, მოდი არ დავასახელებ ამ ქვეყანას, ხო? არ გვინდა. იქ. ჩვენს მეზობლებთან. და გაეგრძელებინა კარიერა იქ, იმიტომ რომ ქონოდა კარგი შემოსავალი. და არ ეცხოვრა სიღარიბეში ისე როგორც ცხოვრობდა მთელი ცხოვრება გეგას მამა. თვითონ. კი. და ზოგჯერ უბრალოდ რადგანაც სხვადასხვა მოტივები გვაქვს და სხვადასხვა რაღაცები გვამოძრავებს, ჩვენი ამბები ცდება ერთმანეთს და ჩვენი შეხედულებები არ ემთხვევა. იბადება მერე უკვე კონფლიქტიც. კი.
თუ კი ვცდილობთ რომ ჩვენი აზრები თავს ერთმანეთს მოვახვიოთ, რა საინტერესოა, რომ ლუკასის მამაც ანტაგონისტია, რომ წიგნში ამ შემთხვევაშიც ანტაგონისტად მამა მშობელი გვევლინება და კარიერულ შეხედულებებში აქვთ მათაც ცდომილება. რომ ლუკას უნდა კალათბურთელი გახდეს და ეს ეუბნება რომ არა, შენ იქნები დიპლომატი და გექნება ძალიან მაგარი ურთიერთობა ელიტასთან, იმისთვის რომ ჩვენ გავიმყაროთ ჩვენი პოზიციები საზოგადოებაში. ვაუ. მშობლები ხომ ხშირად ცდილობენ ხოლმე რაღაც ისეთი შემოგთავაზონ, რაც თვითონ, არ ვიცი, არ გამოუვიდათ, ან უნდოდათ და არასაკმარისად უნდოდათ. ჩვენთვის უკვე კი მე მჯერა, რომ ჩვენთვის უკეთესი უნდათ. მაგრამ რამდენად არის ის ჩვენთვის კარგი და ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი, ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით. ისე მე სულ ვამბობ და ეხლაც გავიმეორებ, რომ მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ შვილი არ არის მისი გაგრძელება. კი, იგივე გენეტიკური კოდის მატარებელია და რა თქმა უნდა, ალბათ შენი თვისებებიც აქვს და ბუნებრივია რომ აქვს, მაგრამ მას თავისი გზა აქვს გასავლელი, თავისი ოცნებებით, თავისი შეცდომებით და ვალდებული არ არის მიუხედავად იმისა, რომ შენ ყველაფერი მიეცი მას და ამდენი დათმე მისი გულისთვის, ის ვალდებული არ არის, რომ შენი ოცნებები აახდინოს. ნამდვილად. ეს იყო შენი არჩევანი გაცნობიერებული, რომ გამხდარიყავი მშობელი და ეს იყო დიდებული არჩევანი და ყველა დედას, ყველა მამას უდიდეს პატივს ვცემ, რომ შეგიძლია იყო ასეთი თავგანწირული. თავგანწირვა მარტო ის არის, რომ მოკვდე, არა, თავგანწირვა რომ შენთვის ვიცოცხლო. ზუსტად. და რა თქმა უნდა ეს დასაფასებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში იმის ხარჯზე, რომ მან თავისი პიროვნება უგულებელყოს შვილმა. ოკეი. როგორ აისახება ანტაგონისტის მსოფლმხედველობა ან ფილოსოფია მის მოქმედებებზე და შეიძლება თუ არა რომ ანტაგონისტმა მოიპაროს კეთილგანწყობა, რომელიც მიმართულია თითქოს პროტაგონისტისკენ და დამებაენა და გახდეს ყველასის საყვარელი და სასურველი იმდენად რომ ჩათვალონ აი ამ მის პოზიცია უფრო სწორია. რატომაც არა შენ არ გქონია მსგავსი შეფასება არ მიგიღია? კი, რადა ჩემი აზრით თავისივე ამბავში ანტაგონისტია. ეს არის პერსონაჟი, ვინც თან პროტაგონისტია, თან ანტაგონისტი და კი მიმიღია ასეთი კომენტარი, ასე რომ ვთქვათ. მეც მიმიღია მსგავსი, აი, ცალსახად ანტაგონისტი, რომელიც არის და რომელსაც ვთქვი, რომ საკუთარი სიმართლეები აქვთ ხოლმე და საკუთარი სიმართლე ამოძრავებთ, თუნდაც ანდრო წუნებიდან. მიმიღია შეფასება, რომ კი, ის მართალი იყო. და მართალი იყო იმ ამბავში და იმ საქციელში, რაც გააკეთა. და არ ვიცი, შეიძლება ის ჩვენი მკითხველები სხვანაირად უყურებენ და უფრო ღრმად აღიქვამენ და უფრო თანაუგრძნობენ ამ პერსონაჟს, უფრო ცდილობენ მის ტყავში შეძურნენ და გაიგონ რატომ გააკეთა ეს, რა ძალა ამოძრავებდა და რა იყო მისი მიზანი. ყოფილა ასეთი ანტაგონისტებიც და ჩემი აზრით ეს პირიქით ძალიან კარგია. ანუ გამოგვივიდა ის, რაც ჩაფიქრებული გქონდა რა. გეთანხმები, რა ხდება მაშინ, როცა ანტაგონისტი თავრდება თავისი ამბითაც და თავისი პერსონითაც ფურცლებზე. ანტაგონისტისგან რა რჩება? გაკვეთილი? ალბათ გაკვეთილი და ახალი მიმართულება. იმიტომ რომ ის თუ საკმარისად ძლიერი არ იქნება, ჩვენ ვერ გავიზრდებით და გავძლიერდებით. იმიტომ რომ ალბათ ჩვენ ყველას გჭირდება ვართ ვიღაცის ისტორიაში. ზუსტად. ოკეი. ანდროსთვის ირაკლი არ იყო დადებითი პერსონაჟი, პირიქით, ხო? ისევე როგორც ირაკლისთვის ანდრო. კონკურენციაც იყო მან. რა თქმა უნდა. და მე ძალიან არ მომწონს ხოლმე, როდესაც ცდუნებას ახასიათებენ როგორც სასიყვარულო სამკუთხედი, იმიტომ რომ კი, სასიყვარულო სამკუთხედი იყო ერთ-ერთი ამბავი ისტორიაში, მაგრამ არა მთავარი. აღიარება ხელის გულზე მონათლულია როგორც სასიყვარულო ამბავი და ამ დროს საერთოდ სხვა რაღაცაზე დავწერე წიგნი იმაზე, როგორ აისახება ბულინგი და იზოლაცია პიროვნებაზე, რომ ის ფორმირდება ურჩხულად და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, იმიტომ რომ ეს ურჩხულის შემდეგ ჩვენს წინააღმდეგ გაიბრძოლებს და ჩვენ აუცილებლად დავზიანდებით როგორც საზოგადოება და როგორც ინდივიდი. ასევე წიგნი მქონდა პროფესიულ არჩევანზე, დილემაზე, როგორ იყოს ნეობრივი, მაშინაც კი თუ ცდუნება ძალიან დიდია, გინდა იყო პოპულარული, გინდა ყველა ლაპარაკობდეს, მაგრამ ნახე, შენ თუ ამ ამბავს გამოაქვეყნებ, არაეთიკურად მოიქცევი, რა სირჩევ და ამ დროს ხალხი მეუბნება, რა კარგი love story დაწერე და ჩამომართვით ხელი. ოკეი, დამხმარე პერსონაჟებზე გადავედით. თითქოს ძალიან საჭიროც არ არიან, მაგრამ სინამდვილეში სწორედ რომ დიდია მათი საჭიროება. ნამდვილად. როგორ ქმნი დამხმარე პერსონაჟებს და რას აკეთებ იმისთვის, რომ ამ პერსონაჟებმა არ დაჩრდილონ მთავარი ამბავი. კი ბატონო, დამხმარე პერსონაჟები საჭირო კი არა, აუცილებელიც არიან, იმიტომ რომ
ჩვენ ხომ მხოლოდ ჩვენ არ ვართ ჩვენს ცხოვრებაში, რა ვიქნებოდით, რომ არ გვყავდეს ჩვენს გარშემო ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები, ოჯახი, მეგობრები, ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ რაღაც სიტუაციებში ვეკვეთებით და რაღაც როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში. ასევე არის წიგნებშიც, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა ყავდეთ როგორც მთავარ პერსონაჟებს, ისე უარყოფითებსაც, უარყოფითი ცოტა ისეთი სიტყვა, მაგრამ ანტაგონისტებსაც უნდა ყავდეთ და ვცდილობ ხოლმე რომ მაქსიმალურად რეალურები იყვნენ და ძირითადად ჩემს წიგნებში დამხმარე პერსონაჟები რეალური ადამიანებიდან გამომდინარეობენ. რატომ? მივედით საინტერესო ამბამდე. რატომ არიან ისინი რეალურები, მაგრამ არასდროს არ არიან მთავარი პერსონაჟები? ანუ მთავარ პერსონაჟებს იგონებ და დამხმარე პერსონაჟებს არ იგონებ. რატომ? ალბათ მთავარი პერსონაჟით ვცდილობ ისეთი ცხოვრების გავლას და ისეთი რაღაც არჩევანის გაკეთებას, გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც ვიფიქრებდი, რომ აი მე რომ ამ სიტუაციაში აღმოჩენილიყავი, რას გავაკეთებდი. მაგრამ ეს იქნება ოჯახი, მეგობრები თუ ახლო ადამიანები, იმდენად რეალურები და იმდენად ძვირფასები არიან ჩემს ცხოვრებაში, რომ რაღაცნაირად თუნდაც გაუცნობიერებლად ფურცლებზე გადმოდიან და როგორც მე მეხმარებიან, ისე ეხმარებიან ჩემს პერსონაჟებსაც. და შეცდომაში ნიცას ყველა მეგობარი რეალურია. შენი მეგობრები რო კითხულობენ წიგნს და ხვდებიან რომ ვაიმე ეს მე ვარ, რა გრძნობა გეუფლება, რომ უკვდავყავი ადამიანები ფაქტობრივად. ანუ ერთ დღეს ჩვენ აღარ ვიქნებით, ისინიც აღარ იქნებიან და 3 საუკუნის მერე ადამიანები რომ წაიკითხავენ შენს წიგნებს, შენი მეგობრები მათში ცხოვრებას გააგრძელებენ. სულ ვცდილობ ხოლმე რომ ზუსტად ისე გადმოვცე და ზუსტად ისე დავანახო მკითხველს, როგორადაც მე ვხედავ მათ. და რამდენადაც ძვირფასნი არიან ჩემთვის, ზუსტად ისევე გადმოვცე წიგნის ფურცლებზე. არ ამგონია რომ ზუსტად ისე გამომდიოდეს. იმიტომ რომ სიყვარული ხო იმდენად განუზომელია, რომ შეუძლებელია ზუსტად გადმოსცე და დაწერო ამ ყველაფერზე. მაგრამ აი, შეცდომაში სახელებიც კი არ შევუცვალე. სახელებიც კი არ შევუცვალე, პირდაპირ წიგნში ჩავსვი ეს ჩემი მეგობრები. გვარებიც აქვთ? გვარები არ აქვთ. არა, გვარები არ აქვთ. ნად შენ მითხარი რომ რომლის მეგობარი იყავი? აივის მეგობარი ანუკი ვარ მე. რატომ გადაწყვიტე რომ ყოფილიყავი მეორე ხარისხოვანი პერსონაჟი და არ ყოფილიყავი მთავარი პერსონაჟი? ნუ ის გავიგე რომ განდიდების მანია არ აქვს, ეგ გასაგებია. ალბათ მინდოდა რაღაც მხრივ შემეჯანჯღარებინა ეს გოგო და მეთქვა რომ რას საკეთებ. რას აკეთებ? ხშირად ზოგადად ხო სხვის ამბებში უფრო ჭკვიანები ვართ და სხვებს უფრო ვეხმარებით და ვაძლევთ ხოლმე რჩევებს ვიდრე საკუთარ თავს. და ალბათ პირველი მიზანი ის იყო რომ უბრალოდ წიგნში შემომძვრალიყავი. თუმცა ახლანდელი გადმოსახედიდან შეიძლება იმიტომაც გავაკეთე ეს რომ მიმეცა მისთვის ისეთი რჩევები და პერსონაჟისთვის ის მიმართულება, როდესაც უკვე ავტორს აღარ უჯერებ და იქნებ მეგობრისთვის მაინც დაეჭირები. როგორი ისეთი დაუმორჩილებელი გყავს? ისევ შეცდომას უნდა დაუბრუნდე, იმიტომ რომ ხშირად მოუწერიათ შეცდომის გაგრძელებაზე ხო საოცრება ხდება და ხო შენგანაც ვიტყვი ხო თათულის ეთერიდანაც მოგმართავთ ყველას რომ შეცდომას მეორე ნაწილი არ იქნება. ეს შეგიძლია ქუდად გამოიტანო. პირველი ფრაზა არ იქნება. ან პირიქით და ფასათავრად რომ ექნება თუ არა გაგრძელება. და რეიტინგი ეგრევე დაიდება. მაგრამ მე მოდის ხოლმე კითხვა. ქეთოს და დემეტრეს ამბავი მაინც დაგვიწერა. რაღაცა დაწერე დაცია. ხო, ქეთო იქცა ისეთ პერსონაჟად, რომელსაც მთხოვენ რომ მქონდეს ცალკე წიგნი და ცალკე ამბავი. და ძალიან მიხარია. იმიტომ რომ არა, მეორე ხარისხოვანი ქეთო ვერასოდეს ვერ იქნებოდა. იმიტომ რომ ქეთოა. მაგრამ იცი რა მაინტერესებს? ეს ქეთოა. ეს ქეთოა. მეგობრებო, კულისებს მიიღმა ყავს ქეთო. ოკეი. ექსკლუზივი თაჩოლის ეთერში. და ქეთოს ამბავი მართლა უნდა დაწერო ახლა ქეთოს ამბავი ჩემი აზრით შენს მიაწექი. ნაც როგორ გქონია რატომ არ სჭირდება ამ წიგნს მეორე ნაწილი? შენ ხო იმიტომ არ წერ რომ არ სჭირდება და როგორ მიხვდი რომ არ იყო ეს საჭიროება? მე მგონია რომ სამივე წიგნის შემთხვევაში ზუსტად იქ და ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო. იმიტომ რომ ცხოვრებაში ხო არ არის ასე რომ აი ქორწილის შემდეგ არ სრულდება ამბები, მაგრამ ხო არ გავაგრძელებთ სამუდამოდ ამ ყველაფერს. და ზღაპრებში განაღან ერთი წვეზე იმობენ. და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად და სინამდვილეში ამ წინადადების მერე იწყება ყველაფერი, ხო?
ჩემი აზრით არ სჭირდება, იმიტომ რომ ითქვა ის მთავარი სათქმელი, რაც მინდოდა რომ ამ წიგნებით მეთქვა. ის მთავარი პრობლემა, რაც იყო წარმოჩენილი, გადაიჭრა, ან შეიძლება არ გადაიჭრა და უბრალოდ დასრულდა და აღარ სჭირდება უსასრულოდ გაგრძელდეს სერიალებს რომ აგრძელებენ და იციან რომ მაყურებელი აუცილებლად ეყოლებათ და ყოველი მომდევნო სეზონი წინაზე უარესია. ეგ არ უნდა ქნა. არ მინდა რომ ასე მოხდეს. მე რომ დღეს დავწერო შეცდომის მეორე ნაწილი, მოდი ვიქნები ამბიციური და ვიტყვი რომ შეცდომის მეორე ნაწილი ისე რომ მნიშვნელობა არ ექნება ამბავს, მაინც იქნება ბესტსელერი, მხოლოდ იმის გამო, რომ ხალხს დააინტერესებს რა ხდება მეორე ნაწილში, მაგრამ მე ეს არ მინდა. იმდენად მინდა რომ კომერციისგან მოკლებული იყოს ეს ყველაფერი და არ იყოს ბესტსელერი მხოლოდ იმიტომ რომ ეწერება შეცდომა 2 და სენაცია ჯაგოდნიშვილი. არ მინდა რომ ესე მოხდეს და რაღაც გავაუფასურო და გავაფუჭო. ზოგჯერ იქ უნდა დასრულდეს, სადაც სრულდება და არ არის საჭირო ზედმეტად გაწელვა. იგივე შემიძლია ვთქვა, აღიარება ხელის გულზის მეორე ნაწილზე, ვერაფერს დავამატებდი. პერსონაჟებთან შენი ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. და მინდა რომ მაგასაც შევეხოთ. რამდენად მიგყავს პერსონაჟები იმ გზაზე, რაც თავად გაიარე ცხოვრებაში? ალბათ უფრო პირიქით, იცი, პერსონაჟებს იმ გზას ვატარებ, რაც მაინტერესებს, როგორი იქნებოდა ჩემს შემთხვევაში. და როგორ მოვიქცეოდი კონკრეტულ სიტუაციებში. შეიძლება მე და პერსონაჟი რადიკალურად ვწდებოდეთ ერთმანეთს და აი ახლა წლების შემდეგ რომ ვკითხულობ ხოლმე შეცდომას, რაღაც მონაკვეთები რომ ხდება, სურვილი მიჩნდება ხოლმე რომ აი არ ვიცი, ნიცა გავწიწკნო და ვკითხო რომ ეს რატომ გააკეთე. ოღონდ არ ვამბობ ამას იმ მთავარ ამბავზე. აქვთ რაღაც ისეთი ამბები, რაშიც ვერ ვუგებ პერსონაჟებს და ვერ ვეთანხმები. მაგრამ ალბათ მაშინ ისე იყო საჭირო. შენი პერსონაჟებით ცდილობს საკუთარი თავი გამოიკულიო? ან თუნდაც ზოგად საკაცობრიო ფუნდამენტები? ალბათ ყველანი ვცდილობთ, რომ ის კითხვები დავსვათ, რაზეც პასუხი გვაინტერესებს და ჩვენ რას გავაკეთებდით. დეპრესიაში თუ ვარდებიან შენი პერსონაჟები? 10 წლიანი დეპრესია გვიდევს. წარმოქმნილი. ეს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით არის? დეპრესიის შინაგანი წიაღსულები გადმოცემული? რა იქნებოდა, ასე რომ ყოფილიყო. უფრო ეს არის ხოლმე ჩემს შემთხვევაში. რა იქნებოდა მსგავსი ამბავი რომ დამმართნოდა და აი ერთ დღესაც ვიღვიძებ და ვთქვათ, აღარ შემიძლია წერა. ან კარგავ იმ ყველაფერს, რაც მაქვს, რაც მიყვარს და მიწევს რომ ცხოვრება დავიწყოს სრულიად ნულიდან, არავინ არ მყავდეს გარშემო. რა იქ? ალბათ გავგიჟდებოდი, ალბათ კი არა, ნამდვილად გავგიჟდებოდი და არ მგონია რომ ისე მომეხერხებინა თავის გართმევა შეიძლება როგორც გეგამ გაართვა, მაგრამ გეგასაც დაუბრუნდა ის თავარი მამოძრავებელი რაღაცით და ვიღაცით და გეგაც შეაჯანჯღარეს და ამოათრიეს სიმჭაობიდან და გამოაფხიზლეს და ამ შემთხვევაში მოდი წინა კითხვასთანაც დავაკავშირებ გეგასთვის ის პირველი ვინც შეაფხიზლა არ იყო ადამიანი, იყო მისი ძაღლი, რომელიც ლეკვობაში დატოვა, მოუწია რომ დაეტოვებინა და ასეთი ფრაზაც მაქვს ხშირად მარკერით გაჰაილაითებულს მიგზავნიან ხოლმე, რომ რა საინტერესოა, რომ ძაღლებს უფრო მეტი ერთგულება და სიყვარული აქვს ვიდრე ჩვენ ადამიანებსა და ზუსტი ციტირება ვერ მოვიტანე, არ მახსოვს და იმის მეც ვერ ვციტირებ ხოლმე საკუთარ წიგნს. მაგრამ გეგასთვის ის პირველი სილა იყო რონი. ის ცუკა, რომელიც ლეკვობაში დატოვა და ის ცუკა, რომელმაც 10 წლის შემდეგ სუნით იცნო. საყვარელია, კარგი რანაცია. ნაწარმოების დასრულების შემდეგ რამდენად დიდხანს ცოცხლობენ შენი პერსონაჟები შენივე ცნობიერებაში? სულ ცოცხლობენ. მე არ მაქვს არც ერთი, არა მხოლოდ დაბეჭდილი, დაუბეჭდავი ისტორიებიც ხომ გვაქვს, რამდენი ხანი ავწერთ, ხო და რამდენი ისტორია გვაქვს ვორდის ფურცლებში შემონახული. ყველა პერსონაჟი ცოცხალია. და სულ იარსებებენ ჩემი აზრით, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს ხო ის არ არის რაღაც სათამაშო ვითამაშოთ და შემდეგ შევინახოთ და აღარ გაგვახსენდეს წლების შემდეგ. და თუნდაც ბოლო დროინდელი ნაკრების წარმატებების დროს ბევრს მოუწერია, რომ ასე მგონია, რომ გეგა ცეცხლზე მოედანზე იდგა. და ეს რამხელა რაღაცას ნიშნავს და რამდენს ნიშნავს როგორც ავტორისთვის, რომ შენი პერსონაჟი ანუ იმდენად რეალური გახადე მკითხველისთვის, რომ შეიძლება ეძებოს მწვანე საფარზე. არა მარტო ეძებოს, იპოვოს. და იპოვოს, კი.
ნათ, შენ მითხარი რომ მეოთხე წიგნზე ვმუშაობო და ესეც ექსკლუზივია. ექსკლუზივი თათულის ეთერში. რამდენი ექსკლუზივი მაქვს? ოკეი, აბა რაზე მუშაობ? მეოთხე წიგნიც იქნება რომანი. რა თქმა უნდა, ეს არ გააკვირვებთ ჩემს მკითხველებს, მაგრამ იქნება განსხვავებული, რა თქმა უნდა, წინასამისგან, იმიტომ რომ ბევრად უფრო რთული, ბევრად უფრო ჩახლართული და ბევრად უფრო ზრდასრული ისტორია იქნება. სათაურს ჯერ ვერ გიმხელი, იმიტომ რომ თავადაც არ მომიფიქრებია და მე მგონი პირველი შემთხვევა არის, როდესაც წიგნის ნახევარი ფაქტობრივად დაწერილია და არ ვიცი რა ერქმევა. ვაუ, ერთ ხუმრობას გავიხსენებ შენ ყვებოდი, რომ ცდუნება, შეცდომა და გადავწყვეტი. არ ვიცი, შეიძლება სამსიტყვიანი იყოს. უნდა მეკითხა, სამსიტყვიანი სახელია თუ ერთ სიტყვი? ხო, გადამწყვეტიდებზე იყო ასე რომ მეუბნებოდნენ, რომ იქნებ დაიხვეწო და ორ სიტყვიანებზეც გადახვიდე და იქნებ ახლა დავიხვეწო და სამ სიტყვიანებსაც გავურისყო. პერსონაჟი მთავარი ქალია თუ კაცია? ალბათ ორივე. ორივე, მაგრამ ალბათ მეოთხე წიგნიც გოგო იქნება. იმიტომ რომ სხვათა შორის თათა ქვია, თამარი ქვია ჩემს პერსონაჟს, კი. და თათა ისეთ ამბებში გავხლართე და ისეთი პრობლემები შევქმენი, რომ მე თვითონაც არ ვიცი როგორ გამოვხლართავ ამ ყველაფერს და თან არის ძალიან ისეთი რეალური ნამდვილი ამბები, რა შეიძლება გამოიწვიოს თუნდაც დაადრევად ქორწინება. ეგ ძალიან საინტერესოა. თუნდაც ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა და რაღაცების რომ ზედმეტად გჯერა და შეუძლებელია ეს რაღაცები მოხდეს. ილუზიების ნგრევაზია წიგნი. და უფრო განკურნების პროცესზე, იმ ტრაუმიდან და იმ სტრესიდან თავის დაღწევაზე, საკუთარი თავისთვის ისევ მოსმენასა და დაჯერებაზე. რამშთა გაგონა? მინდოდა ისეთი ამბავი მომეყოლა, რომელიც არ იქნებოდა პირველი სიყვარულის ისტორია და უფრო პირიქით იქნებოდა რაღაც ის, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში შემდეგ. და ეს ხომ ესე არ არის ზღაპარი ხო არ არის და სერიალი რაღაც ისეთი ლამაზ ფერებში გადაღებული, რომ რა თქმა უნდა. გაიცნეს, შეუყვარდათ ერთმანეთი და მე რამდენად ვამბობ და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად. იცი რა, შენ იცხოვრებ დიდხანს და ბედნიერად. თათას ამბავი სულ სხვანაირია. და ისეთი არის, როგორებით ხდება ჩვენს გარშემო და თათა არის ერთ-ერთი ისეთი პერსონაჟი, რომელიც სხვის ამბავში უფრო ბრძენია და სხვისთვის უფრო სწირავს საკუთარ თავს და სხვისთვის უფრო შეუძლია ბრძოლა და მისი გადარჩენა, ვიდრე საკუთარი თავის. რამდენი წლის არის? თათა არის 28 წლის. 28 წლის. თითქმის ერთი და იგივე ასაკობრივი კატეგორია გვაქვს. ზრდასრული სიყვარულის გამოწვევები ჩანს ამ წიგნში? რომანია. ესე იგი ოკეი, ძალიან კარგი. და ბოლო შეკითხვებს მე ვუახლოვდით. სოფლიო ლიტერატურა რომ გაიხსენო, ან თუნდაც ქართული ლიტერატურა, საყვარელი პერსონაჟის გამორჩევა რამდენად შეგიძლია? ხო, ეს ყველაზე ისეთი რთული ამბავია ხოლმე, იმიტომ რომ აი წიგნებზეც ასე ვარ, არასოდეს არ შემიძლია დავასახელო ერთი ფავორიტი წიგნი. იმიტომ რომ რაღაც წიგნს რომ წავიკითხავ და ვიტყვი, რომ ამაზე კარგი ცხოვრებაში არასოდეს არაფერი წამიკითხავს, შემდეგ გადის რაღაც გარკვეული პერიოდი, ვკითხულობ ახალ წიგნს და მგონია, რომ ვაიმე, ნუ თუ წინას აჯობა, მაგრამ ეს ხო შეჯიბრი არ არის. რა თქმა უნდა. ავტორებს და წიგნებს და პერსონაჟებს არ ვაჯიბრებს და არ ვადარებთ ერთმანეთს პირიქით. ყველა რაღაცას გვასწავლის, ყველა გზრდის, ყველა რაღაც მხრივ შეიძლება გვიცვლის ამ ჩვენს მსოფლმხედველობას და გადაგვაფასებინებს ხოლმე რაღაცებს. მაგრამ მოდი ჩემი ბავშვობის სიყვარულს გეტყვი ხო, მისტერ დარსი? მისტერ დარსი მინდა რომ რეალური იყოს. და აქვე უნდა დავასახელო მეორე. აბა, ჩემი ედვარდ კალენი, რომელზეც მგონი ყველანი შეყვარებულები იყო. ესე იგი შენ ხო გიждები ბინდზე, მე გიждები ჰარი პოტერზე. არ გვეშველება არაფერი, გაიგე. ბოლო და გიშვებ სტუდიაში. ნათ, შენს პერსონაჟს რო შეხვდე, აი კაფეში ერთად წასვლა რომ შეგეძლოს. რაზე დაელაპარაკებოდი, ჯერ რომელს დაელაპარაკებოდი და მე რაზე დაელაპარაკებოდი? ყველაზე რთული შეკითხვა ბოლოდ ამისი ხო? რა თქმა უნდა. ყველაზე რთული შეკითხვა. ალბათ ერთ დიდ შეხვედრას მოვაწყობდი, მრგვალი მაგირის გარშემო დავსხდებოდით ყველანი და ანონიმური საზოგადოებები რომ არის ხოლმე და გამარჯობა, მე ვარ ნიცა. ხო, გამარჯობა, მე ვარ ნიცა და მე გადაწყვეტილებებს არასწორად ვიყენებ. გამარჯობა, მე ვარ თათა, 18 წლის ასაკში გავთხოვდი. და რაღაც მაგარი მივქარე. მაგარი მივქარე, კი. ალბათ ვკითხავდი რატომ? ყველაზე მთავარი კითხვა რატომ და რა მოძრავებდათ მაშინ, როდესაც ამას აკეთებდნენ. გეგას ვკითხავდი, რატომ არ იბრძოლა სათანადოდ საკუთარი სიმართლისთვის და რატომ ჩაიქნია ხელი მაშინ, როდესაც შეძლო რომ ებრძოლა. აივის ვკითხავდი,
მიიღო თუ არა იმ კითხვებზე პასუხი. იმიტომ რომ ის რაც გააკეთა იყო რეალურად წარსულის გამოძახილი და იყო რეალურად ის წარსულის ტრავმა, რომელიც შემდეგ უნდა მოეშუშებინა, თუმცა სულ სხვა რაღაცისკენ, კი, სულ სხვა რაღაცისკენ წაგვიყვანა. იმიტომ რომ ყველა კითხვა, რომელსაც პასუხს ვერ ვცემთ თავის დროზე, გარკვეული დროის შემდეგ ისევ იჩენს თავს უკვე განსხვავებული სახით. გეთანხმების სრულიად. ნად ოქრო ხარ, ბრილიანტი, ძალიან მიყვარ ხარ. უდიდესი მადლობა რომ მოხვედი და ძალიან დიდი მადლობა. კიდე მოხვალ? აუცილებლად გესტუმრები. მეოთხე წიგნით. აი, უნდა მეთქვა. მეოთხე წიგნით ძალიან მიხარია რომ ეს ამბავი წამოიწყე, იმიტომ რომ ზუსტად ის არის, რაც ყველაზე კარგად შეგიძლია, ერთ-ერთი, რაც ყველაზე კარგად შეგიძლია და მიხარია რომ შენი სტუმარი ვიყავი ამ საინტერესო ეპიზოდში. ანუ ლაპარაკი შემიძლია კარგად ხო? გეთანხმები, ბავშვობიდანვე ამბობდნენ ენას არის გამობმული. დიდი მადლობა რომ გვისმენდით და იყავით ჩვენთან ერთად. შეგახსენებთ რომ ეს იყო ლიტგურუ, მე ვარ თათული ღვინიანიძე, მისი წამყვანი. ლიტგურუს გადაღებები მიმდინარეობს პოდკასტ ზონაში. გამიხარდება თუ მომავალ გადაცემასაც მოუთმელობთ დაელოდებით.